ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან მსგავსი შინაარსის ლოზუნგებით რამდენიმე წუთიანი აქცია ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოაწყეს და მსვლელობა კინოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულეს, სადაც საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში გამოთქვეს. მსვლელობის მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა და მესიჯის გაგზავნა საზოგადოებაში არაძალადობა იყო. აქციაზე ცენტრის წევრებს უამრავი სტუმარი ჰყავდათ მიწვეული, მაგრამ მათ მხოლოდ ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი თეა იოსელი შემოუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით უკვე მიღებული არის ბავშვთა უფლებათა გაეროს მიერ შემუშავებული ბავშვთა უფლებათა კონვენცია, სამწუხარო სტატისტიკა მაინც ცუდია ამ მხრივ, რადგან ხშირადაა, როცა ირღვევა ბავშვთა უფლებები. ეს იქნება ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში, ნებისმიერ ადგილზე. რა თქმა უნდა, ესეთი აქციები ყოველთვის დაეხმარება იმას, რომ აღმოფხრილი იქნას ეს და ეს პრობლემა და დაცული იყოს საქართველოში ბავშვთა უფლებები. აქცია წარიმართა საკმაოდ კარგათაც, მაგრამ თუმცა სამწუხარია, რომ ბევრმა ბავშვმა არ მოისურვა საკუთარი აზრის დაფიქსირება და ძალიან გულიმწყდება ჩვენ დავყვირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები რესურს ცენტრიდან მოვიწვიეთ ისინი, თუმცა არ მოვიდნენ და არ დაგვიჭირენ მსხარი. როდესაც ბავშვები აიმაღლებენ ხმას იმის წინააღმდეგ და ისინი გამოდიან იმ მოთხოვნებით, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ უნდა იყოს დაცული ბავშვთა უფლებები და ისინი ითხოვენ ამ უფლებების დაცვას უფროსებისგან, რომელსაც ძალიან კარგად უნდა გქონდეს გააზრებული თუ რას ნიშნავს ბავშვთა უფლებების დაცვა. მე ვფიქრობ, რომ ამით სწორედ ის მიზანი მიიღწევა, რომ აღარ ვისაუბრებთ მერე იმაზე, რომ 21 საუკუნესაც სენად გადმოყვა ეს ძალადობა. ბავშვთა ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 19 ნოემბერს აღინიშნება.